მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო. აქამდე რა ვიდეოებით ნახეთ, ჩემი დადებული ყველა სფერებია, სფერებს გასწავლით მხოლოდ. ახლა გადავწყვიტე გრაფიკული მაგიის ეგრეგორის კვლევაც და შესაბამისად მინდა გასწავლოთ, ამ ეტაპზე მხოლოდ მარტივი რუნოსკრიპტები, გრიფები. სამომავლოდ თუ იქნება ინტერესი, შემოგთავაზებთ უფრო რთულ და მძლავრ გრაფიკულ ფორმულებს. ამ ვიდეოში ვიტყვი და შემდეგ აღარ გავიმეორებ, რომ ნებისმიერი მაგიური სიმბოლოს ფორმულის გასააქტიურებლად საჭიროა 4 სტიქია ან 1 სტიქია ამ 4-დან. ეს 4 სტიქია რაც გვაქვს მოცემული არის, ხო? ჰაერი, წყალი, მიწა, ცეცხლი. და ასევე შელოცვა, ანუ სიმბოლოებს უნდა მივცეთ გარკვეული მიმართულება, თუ რა უნდა გააკეთონ და რაში უნდა დაგვეხმაროთ. ეს დაიმახსოვრეთ, შემდეგ ვიდეოებში აღარ გავიმეორებ. ასევე ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ რუნების გამოყენებამდე იცოდეთ მინიმუმ მათი ისტორიის და კულტურის თუნდაც ზედაპირული ცოდნა. მაშასე დღეს გასწავლით მარტივ რუნოსკრიპტს ფულის სწრაფად მოსაზიდად. დაიმახსოვრეთ, რომ გრაფიკული მაგია იხატება ბუნებრივ მატერიალზე, ეს იქნება სხეული, ფურცელი, ხე, ტყავი და თიხა და ასე შემდეგ. ეს ფორმულა, რომელსაც დღეს გასწავლით, ამის დახატვა ჯობია ქაღალდის ფურცელზე, რომ შევინახოთ საფულეში, ასევე კარგია კუპიურაზე, მაგალითად 5 ლარიანზე და ამასაც შევინახავთ და არ ვხარჯავთ საფულეში გვაქვს შენახული. ასევე ბანკის ბარათზე, ვინაიდან ეს ფორმულა არის ციკლური, რაც იმას ნიშნავს, რომ ფორმულა არ არის ერთჯერადი და მუშაობს გარკვეული პერიოდი. დავიწყოთ. პირველი. ფეხი, ფინანსური ენერგია, ანუ თვითონ ფული. ბერკანა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში წარმატება, რეალიზება, მატერიალიზმი და იერა. ანუ ჰარვესტის, მოსავლის პროცესი და თვითონ ციკლურობა ამ ფორმულის და შემდეგ ვამბობთ, რომ ამ ფორმულას უმოკლეს დროში მოაქვს მატერიალური კეთილდღეობა, ფული ჩვენთვის და ვააქტიურებთ მაგალითად ერთ-ერთი სტიქით, ან ასევე თუ მაგალითად ფურცელზე, ბანკის ბარათზე, ან აფეთხელზე, ესე ვიხატავთ, ხო შეგვიძლია გავააქტიუროთ ჩვენივე სუნთქვით. მოკლედ ეს იყო. ცადეთ, დახატეთ, დაიხატეთ, იქონიეთ წმენა და გისურვებთ ფინანსურ კეთილდღეობას.